ჩვენ როგორც ხალხი, როგორც ცივილიზაცია შევქნა ღვინო, მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მაგალითად თავადი არ იყო. თავის გლეხებთან ერთად მუშაობდა ვენახში. მე ბოლოს რო კახულმა დავლიე, გვარს არ დავასახელე, იმიტომ რომ ხო ცუდი მაგალითებს არ ვასახელე. ცოტა საერთო იყო და ისე მაინტერესებს. აი ეხლა ნახეს. განსაკუთრებით კაცითელში, აი სულ ზეს ხედავ რა. ჩასაბარებელი რა უნდა ჭირდეს შენ ყურძენს. ზუსტად, ხო. პირიქით უნდა დაგზდებდეს და გეხვეწებოდეს ნებისმიერი მეღვინე, რომ იქნება ერთი მარცვალი მე შემახვედო. აი გავოგნდი ესეთი მარნები დამისახელა, რომ ჩინეთში არიან წარმოდგენილი სტალინის ეტიკეტი. იტალიურში რა უნდა ანტიცა უნდა შეჭამო პასტა და როდესაც უნდა ჭამო პიცა და პასტა. ესეთი იდეალურიო ოცხანური საფერეთის რომ წესითო აფთიაქში უნდა იყიდებოდესო წამლათო რა. რა ვიცი, კრიკე მე ბოთლი ხო დავლი. ეს ჩოქმარი იყო და იფიქეს, აი შევატყე ფიქრობდა რომ დარეკონ პოლიციაში თუ ადამიანი. მიყვედას რომ მოწონს ეს ქისი და ისა რა ქვია, ხიხვი. ეს სად იყო? აგერ 20 წელია რაც დავიბურეთ. ან პოლიტიკაში ეკვეტები, ან პარლამენტში, ანუ რა ბედნიერი იქნები შენ სოფელში რომ ვენახი გქონდეს. იმარეთში კაცი რო გეტყოდა რომ ღვინო უნდა დაგალევინო, გული გისკდებოდა და ეხა ისეთი ღვინოები დაებრუნეს იმერეთში. მე და გია პირადაშვილი გამოგვაგდეს, მაგრამ ცუდად მოვიქეცით. ზემოდან დაუძახი ანკას რომ კიდე მინდა ეღვინო ეს. ნო. გაუმარჯვეთ, აი როგორც ვაზმა და ღვინომ იპოვა ევროპაში ყველაზე დიდი აღიარება. ქართულმა ღვინომ აი ბოლო დროს მცირე მარნების იშვიათმა ჯიშებმა, ქართულმა უნიკალურმა ტერუარებმა ეგრე გვეპოვოს ჩვენ ქვეყანასაც ევროპაში თავისი კუთვნილი ადგილი ისტორიული.